გამარჯობა. დღეს ვისაუბრებ ჩემს როლებზე, რა როლში მყოფილ ვარ ამ ქვეყანაში და რა განცდები მქონია ამასთან დაკავშირებით და რამდენნაირი ემოცია მქონდა გადასახარში და რამდენნაირი გამოწვევის წინაშე ვიდექი. პირველი როლი იყო ძიძის როლი. სადაც მქონდა სრული გაორება, იმიტომ რომ ბავშვთან ვიყავი, ვინც ვიყავი და მშობლებთან ვიყავი ჩვეულებრივი შინაგანად ესეთი რაღაც დავმართე საკუთარ თავს, რომ მშობლებთან არ უნდა გამეკეთებინა არაფრის აფიშირება, მე მხოლოდ უნდა ბავშვთან მე ურთიერთა გულწრფელად და ასე შემდეგ და მშობლებთან უნდა ყოფილიყავი დისტანცირებულად, პატივისცემით რა თქმა უნდა და არასოდეს არ გამეკეთებინა იმის აფიშირება, რომ მე შეიძლება უფრო მეტი ვიცოდე, ვიდრე ახლა ვაკეთებ. ვიდრე ახლა ვარ. ძიძის როლის თამაში განცდის დონეზე არ იყო მარტივი, მაგრამ ესე გამოვიდა. ბავშვთან ყოფნა იყო არაჩვეულებრივი და უზარმაზარი სიამოვნება იყო, დაღლაც და პასუხისმგებლობაც, მაგრამ იყო. მშობლებთან იყო ცოტა თან ახალგაზრდა წყვილი არიან, იყვნენ კიდევ უფრო და მე და დედა პრინციპში ახალგაზრდა წყვილი რა, წყვილი როგორც შეწყვილებულები იყვნენ ახალგაზრდები, თორემ მე და დედა ბავშვის დედა ვიყავით თითქმის ერთი თაობა. ხო და რაღაცებში ვატყობდი, რომ ისეთ რაღაცას ამბობდა ეს გოგო, რომ ჩვეულებრივ საუბარში უბრალოდ რაღაცის თქმა რო უნდოდა და გეუბნებოდა, ინფორმაციას გაძლევდა, ან კონკრეტულად დღის რაღაცნაირად დღის განმავლობაში მოსაგვარებელ რაღაც საკითხებს გეუბნებოდა. ისეთ დეტალებს დაუმატებდა, რომ ცოტა ვფიქრობდი ხოლმე, რომ ამას ვინგონი ვარ. თუმცა ხო გავნებით ძალიან ესეთ ვცდილობდი, რომ ინდიფერენტული ყოფილიყავი გულთან ახლოს, ძალიან მშრალი ყოფილიყავი რა და კაი ეგონოს. ესეთი დიახ ბატონო, ასე ვღებულობდი ამ ყველაფერს. და მერე უკვე რომ დაინახეს რომ ფეხბურთის თამაში ვასწავლე ბავშვს და რანაირად ხდება ეს, სიმღერები ვასწავლე და რანაირად ხდება, კლასიკური მუსიკის რამდენიმე ნაწარმოებს არჩევდა უკვე და უსმენდა, ტანგოს არჩევდა ერთმანეთისგან, ესე ვთქვათ, რამდენიმე სახის ტანგოს ბავშვი. ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან დიდი ის იყო, როგორ ვთქვათ, ექშენი მუღამი იყო ბავშვთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეთყობა თავის დროზე მე ჩემ შვილებთან იმხელა დრო ვერ დავხარჯე და აქ მქონდა რაღაცნაირად ძალიან კარგი ისეთი ჩართულობა, სასიამოვნო ჩართულობა და ბევრი საინტერესო რაღაც მქონდა დღის განმავლობაში, მაგრამ მშობლებისგან ეს იყო დანახული, თან ცოტა გაკვირვებული ამბავი იყო, არასოდეს არ დაუსვა მკითხვა, რას ვაკეთებდი ჩემს ქვეყანაში. არასოდეს არ დაუსვა მკითხვა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჰქონდათ როგორ გითხრათ, დამალულად აღფრთოვანება და გულწრფელად მადლობა. ეს მადლობას მუდმივად იხდიდნენ, მაგრამ იმის იქით კითხვას არ სვამდნენ, ვინ ვიყავი, რა ვიყავით, როგორ ვიყავი, იმიტომ ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ვყავდი მათ შვილთან, მაგრამ მოკლედ ძალიან ის იყო, ძალიან მშრალი იყო რა. და მიუხედავად ამისა ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს დღემდე, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. და ერთ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ის, რომ წავედით საზაფხულო სახლში, სადაც კიდევ იყვნენ დედის სტუმრები, დედის ნათესავი ძმა და შვილები მოკლედ, დაპატიჟებული თუ რაღაცა როგორც არის და ვახშამი რომ გამზადეს და დაიწყეს მისაღებში გაშლა ამ სუფრის, შლიდნენ გაქვქონდა ყველაფერი, ახლა მეც რაღაცნაირად ვიყავი ჩართული, თუმცა ეგ დიდად არ მეხებოდა და მაგას ვერ ვიტყვი, რომ რამე ზედმეტად ვაკეთებდი, არა, ნამდვილად არა, ბავშვის იქით მე დიდი საფიქრალი არასოდეს არ მქონია და დედამ მეკითხება, უცბად სამზარეულოში ვარ და რაღაცას ვაკეთებდი, არ მახსოვს და მეკითხება, რომ შენო ჩვენთან ერთად შეჭამო თუ აქო სამზარეულოშიო. ხო და მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა, როცა ქალები
ადრე მე რო პატარა ვიყავი, პატარა არ ვიყავი, სტუდენტი ვიყავი ალბათ რაღაცა მომისმენია ისტორიები ემიგრანტი ქალების მიერ მოყოლილი. აი ეგ განცდა რას ნიშნავდა. და მქონდა პაუზა და მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს როგორ გადავყლაპე სიბრაზე, წყენა, ერთად რაღაცა გაერთიანებული რაღაც გადავყლაპე, ეს არ იყო ცალკე ვერ ვასხვავებ რა იყო, ცრემლიც იყო, ყველაფერი ერთად იყო. და ვუთხარი რომ რა თქმა უნდა სამზარეულოში მეთქი. და ასეც მოხდა, ოღონდ არ მიჭამია. ანუ არ შევსულ ვარ მათთან ერთად და შესაბამისად არც სამზარეულოში მივახშმია, ასე ვთქვათ. თუმცა მე აი ესეთი რაღაც ავირჩიე. მის მერე სულ ვფიქრობდი, რომ მეთქვა, რომ რა თქმა უნდა მისაღებში, ან რა თქმა უნდა საერთო სუფრასთან უფრო სწორი ვიქნებოდი თუ არა და ან უფრო სწორად დავანახებდი თუ არა ჩემს თავს ამ კითხვის ავტორს. ხო, დიდი ხანი კი არ დამჭირდა, ბევრჯერ მახსენდებოდა ეს მომენტი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შეხება აი იმასთან, სადაც შეიძლება ადამიანებს შეეშალოთ, იმიტომ რომ არ აინტერესებთ ვინ ხარ. თუმცა აი აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყო ადამიანთან თანაბარ ურთიერთობას, მე მგონი არაფერი არ ჯობია და ხო, მოკლედ არ ვიცი, ხა მე უნიფორმა არ მეცვა, იმას გულისხმობ, რომ ეგ არიან ახლა აქ ოჯახები, რომლებიც თანამშრომლები დაქირავებული ყავთ იმდენი, თავისი საცვიად ფორმებით არიან ისინი და ასე შემდეგ და იქ რა თქმა უნდა ეგ საერთოდ გამორიცხულია ისევე როგორც რესტორანში ხა მიმტანი არ ჩამოჯდება და არ დაგიჯდება და რომც დაპატიჟო ალბათ არ დაჯდება, იმიტომ რომ ესეთი პროტოკოლი თუ რაც ქვია გათვალისწინებულია, ზუსტად ეგეთი ოჯახებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ იყო და ეს იყო აი ეს პირველი როლი, როდესაც გავაცნობიერე მოსამსახურეობა, როგორი შეიძლება იყოს დამოკიდებულებებით და როგორ უნდა მოერიო მე ამას, რომ ეს მართლა არ დაიჯერო. თუმცა ვერ გეტყვით, რომ არ გეწყინება ალბათ ძალიან საწყენიც, აი ვერ ხო გეუბნებთ, ყველაფერი ერთად იყო. ბრაზი, ცრემლი, ბოღმა, წყენა, საკუთარი თავის შეცოდება, აი ეს ემოციები იყო ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს იყო ის სამსახური, რომელიც მე იმჯერად მქონდა, იმ პერიოდისთვის მქონდა, უკმაყოფილო არ ვიყავი და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ბავშვთან ურთიერთობით, ძალიან მიყვარს დღემდე და შესაბამისად ეს ყველაფერი რაღაცნაირად აი ამით გადავფარე თუ დავლუქე და ეხა ამას ვიხსენებ როგორც ერთ-ერთ შემთხვევას და ნამდვილად ის ემოცია არ მაქვს. გახსენება შემიძლია რა იყო, მაგრამ ის არ არის, რომ ეხა მაწუხებს ეხა უკვე ძალიან ბევრად დიდად, მაგრამ აი ამის გაზიარება შემიძლია, რომ ერთ-ერთი როლის სიდიადე და ბრწყინვალება იყო აი ასე, რომ გაგრძნობინებენ თავს. შემდეგი როლი იყო უკვე მოხუცთან კომპანიონად რომ წავედი და ის ქალი იყო არაჩვეულებრივი განათლებული ქალი და ყველა ამბობდა, რომ იყო მონსტრი. ანუ სანამ მივიდოდი, სააგენტომ გამაფრთხილა, რომ ამასთან ვერავინ ვერ ძლებს და მერე უკვე იმ გარემოში, სადაც ჩვენ ერთად გვიწევდა ხოლმე სულ 2 კვირა ვიყავ, იმიტომ რომ სხვას ვცვლიდი, ჩემი кейსი არ იყო. სადაც კი მივდექი, ყველა მეუბნებოდა, რომ დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ და ისა რა. აი უცხო ადამიანები ეკლესიიდან მაგალითად სადაც ვთქვათ, წირვაზე დადიოდა შაბათობით და მაშინ senior centers მოხუცებულთა სახლებში აქტიობების სახლებით რა ქვია მაგას, სოციალიზაციისთვის არის სპეციალური წრეები, რაღაცა კითხვის და თამაშის და ხატვის და თერაპიები და ასე შემდეგ იქაც. მინდა გითხრათ, რომ იქ პირველივე ურთიერთობისას, ანუ პირველივე გამარჯვების თქმისთანავე ამ ქალისგან მიუხედავად რომ ვერ ხედავდა და თავისუფლად ვეღარც გადაადგილდებოდა, ყურს სვენაც აკლდა პრინციპში, ხო? მაგრამ ასაკში იყო საკმაოდ, მაგრამ სულ კითხულობდა ელექტრონულ წიგნებს, ანუ ხმოვან წიგნებში იჯდა სულ
იყო ძალიან განათლებული, ძალიან მაგარი ტვინის და ძალიან კარგი მოსაუბრე ქალი. თუ დაიწყებდა საუბარს აღმოვაჩინე, იმიტომ რომ მე პირველი 2 დღე მეგონა რომ არასოდეს არ დამელაპარაკებოდა. და ეგ როლი იყო, იქაც იგივე როლი მქონდა განცდა იმის, რომ 2 კვირა გავძლებ და რა ვქნა ეხა თუ თქვათ ვერ მიმიღებს და ვერ იმას იზავს თქვათ და მონსტრია ყველა ამბობს და ეხა რას თხოვ შენ ამ მონსტრს შეგვებული ვიყავი ესე მეგონა მაგრამ მეორე დღის საღამოდან რომ დაიწყო ამ ქალმა უცნაური ურთიერთობა ჩემთან იცი როგორი ურთიერთობა გამოსაცდელად რომ გამომწვევად რომ გელაპარაკება შეურაცხყოფას არ გაყენებს, აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ თავისი ძალაუფლება გაჩვენოს, იმავდროულად არ დაგამციროს. მოკლედ ეს ძალიან კარგი მიქსი იყო, აი ეს რას რო გაგიღვიძებს, იცი, ჟინს რო გაგიღვიძებს, რომ აი ამასთან ახლა მაგრად მინდა რომ მქონდეს ურთიერთობა და თან ძალიან კარგი ურთიერთობა და ესეთი. და მართლაც ასე მოხდა. როგორც კი მის ესეთ რაღაცნაირი კაცრ რაღაცნაირ ლაპარაკს საპასუხოდ დავახვედრე ასევე ღიმილიანი ოღონდ არ ვიცი ვერ ხედავდა იმ ღიმილს თუ არა ღიმილიანი ცოტა სარკასტული და იუმორისტული და ესეთი რაღაცნაირად რა სიმართლე ნახევრად ხუმრობით და ნახევრად ყველაფრით მივხვდი რომ ამ ქალს რაღაცები შეეცვალა და მე მქონდა უცბად აღმოვაჩინე რომ ჩემში გაიღვიძა კი მე მომვირგე როლი ადამიანის, რომელიც დაამსხვრევს ამ ქალის შესახებ სტერეოტიპებს, რატო არ ვიცი, მაგრამ ასე მართლა მოხდა. და რაღაცა რომ გინდა რომ ეს ქალი ყველაზე კარგი რაღაცებით წარმოაჩინო და ეს საუბრებით, ჩვენ შორის საუბრებით და ჩემი განცდებით იმდენად კომფორტული იყო იქ ყოფნა უკვე რომ რა გითხრათ, ძალიან ბევრი რამე დავინახე სხვანაირად, ძალიან ბევრი რამე ვიგრძენი, ძალიან ბევრი რამე მოკლედ, ბოლოს წამოსვლის დრო რომ მოვიდა, ყინულის დედოფალი დავარქვი იმ ქალს და სხვა შორის იმ ერთ-ერთი ჩემს წიგნის დაწერას რომ ვაპირებ და დაწყებული მაქვს უბრალოდ ეს ქალი არის იქ დიდი დოზით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანია და წამოსვლა რომ დავაპირე სადღაც ერთი დღით ადრე აღმოხდა, რომ ღმერთო ჩემო როგორ მომენატრებიო. და ეს რომ აღმოხდა მას, მე მქონდა ტირილის, ესე ვთქვათ, პერიოდი, ვიტირე ჩვეულებრივად და ძალიან კმაყოფილი ვიყავი ოღონდ საკუთარი თავითაც. და ეს როლი სწორად ვითამაშე, ესე მგონია და ამან ცოტა საერთოდ შემიცვალა დამოკიდებულება მოხუცების აქაურ ყოფაში ყოფნით, ან მე მგონია რომ მოხუცთან ყოფნის სადმი დამოკიდებულება შემიცვალა და მივხვდი რომ თუ სწორი რაღაცნაირად მიდგომებით მიუდგები, რა თქმა უნდა თუ ადამიანი გონზია, ხა თუ აქვს დიაგნოზი ისეთი რომ ხა ვერ გწნობს და არ არის რაღაცნაირად საღგონებაზე იმაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აი ეს რაღაცა ძალიან მაგარი იყო, ძალიან დიდი სიამოვნებაც იყო და ძალიან მაგარი რომ მოვიდა შემცვლელი, ანუ მე ვისაც უნდა შევეცვალე ის ვინც მოვიდა. ისეთი შეშინებული იყო. კიდე სხვა შემცვლელი, ანუ არ მუდმივი იმის გარდა, ისეთ შეშინებული იყო, რომ ერთი ღამე დავრჩი, რომ მას მეკნა. ჩემი სურვილით დავრჩი, არანაირი ანაზღაურება ამისთვის არავისთვის არ მომითხოვია და იმისთვის რომ უბრალოდ მეჩვენებინა რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ და როგორ შეუძლია იყოს მასაც ასეთივე მეთი რა ქვია ურთიერთობით შეძლოს ყოველში რა ვიცი ალბათ შეძლებდა და მართლაც რომ მოვდიოდი იმ ქალმა მითხრა პოლონელი იყო ეს ქალი და არის იმ ქალმა მითხრა რომ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდიო რომ ამ ქალზეო ასე შეიძლებოდაო შემცლოდაო დამოკიდებულებაო და რასაც ვუყურებო როგორცო თქვენ ერთმანეთთან ურთიერთობთო ამასო შეიძლება დედაშვილის სიყვარულიც დაარქვაო და არა რა თქმა უნდა არა უბრალოდ ეხა იმისი გადასახედიდან ნათქვამს ვამბობ ეს როლი იყო ყველაზე ისეთი ვაუ როლი იყო იმაზე არ ვამბობ ბავშვთან ყოფნა საერთოდ სხვა რამე ეს ცალკე სალაპარაკო თემაა მაგრამ ნუ ხო გითხარით იქ მე ვიყავი ბავშვთან ვიყავი მაია
მშობლებთან ვიყავი ძიძა, ჯოსთან ვიყავი მაია, რომელიც არ შეეპუა და არაფერში ბრმად არ დაეთანხმა და მერე გახდა ისეთი მზრუნველი და ჯოსთვის კომფორტის შემქმნელი მაია, რომელიც ასევე იყო კომფორტულად. და მერე არის სხვადასხვა როლები, რომლებიც არაფერის მომცემი არ იყო, არაფერის მომცემი როლი არ იყო ნამდვილად, რამდენიმე იყო ეგეთი სამდღიანი როლი, რაღაცა ორდღიანი როლი. ამას წინათ მქონდა ერთდღიანი როლი, რომელშიც საკუთარი თავი ვერ ვიცანი, იმიტომ რომ ეს როლი უცბად თავისით გაჩნდა, გამომდინარე იქიდან როგორც მოიქცა ერთ-ერთი მოხუცი, რომელმაც გამომიცხადა, რომ მთელი ღამე უნდა მჯდარიყავი სკამზე, გამხმარ სკამზე მის გვერდით და აბა როგორ გგონია, ფული შოვნა ადვილია. ანუ ყოველგვარი იმის გარეშე სახელიც არის ცოტა ჩემი, აი არაფერი გაბოროტებული, არ მინდა ვახსენო, რატო არ ვახსენო პრინციპში, რაღაცა სლავი თუ რუსი, არ რუსი იყო თუ ბელორუსი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, არ ბელორუსი იყო. გაბოროტებული ქალი, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ იმდენად უმადური იყო და იმდენად და აი მან ჩემში გაიღვიძა რაღაცამ არ ვიცი, რომელმაც დაუწყე მას ლაპარაკი აბსოლუტურად აი ადამიანურადაც, ოღონდ იმის ყოველგვარი სიბრალულის და არ შემწოდებია. სხვა მაიამ იმდენ გაიღვიძა თქო მაგას ვამბობ. იმდენად უტაქტო და უზრდელად და აი მართლა ბოღმით ილაპარაკა, რომ მიუბრუნდი და უთხარი, რომ თქვენ მეთქი უნდა დაემორჩილოთ იმ წესებს მეთქი და იმ კანონს, რომელიც იცავს მასაც რა ქვია, დამხმარეს თუ caregiver-საც და პაციენტსაც და თქვენ ხართ ამ შემთხვევაში პაციენტი, ვალდებული ხართ ჩემი სამუშაო პირობები იყოს შექმნათ ასე თუ მოკლედ თქვენი წესები სახში დატოვეთო რომ მითხრა, აი მაშინ უთხარი, რომ იცით რა მეთქი გათენდება და მე თქვენ დაგტოვებთ და წესები წესებად დარჩება თქო და მართლაც იმის მერე რა თქმა უნდა იქ არც მივიდოდი ყოველ შემთხვევაში ვინც მიდის ის ალბათ არ ვიცი ჩემთვის გმირია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან დიდი იმას განსაცდელს უწყობს საკუთარ ნერვებს და ფსიქიკას. და იქ სადაც ვარ და ვმუშაობ და ძალიან მომწონს ერთის შეიძლება ბევრ რამეზე ილაპარაკო ამ ქვეყანაში არასოდეს არ არის ყველაფერი მოსაწონი, მაგრამ ერთი რაც არის აქ სადაც ახლა ვარ, ის როლი არის მეგობრის როლი მაქვს, მეგობრის, რომელსაც გულწრფელად მართლა შემტკივა გული ამ ადამიანზე და ვცდილობ რომ შევუმსუბუქო მისი დამოკიდებულებები პირველ რიგში, იმიტომ რომ ნეგატივზე ცოტა ისეთი ორიენტირებული გახდა ჩემი ვებო და შესაბამისად ვცდილობ რომ გავართო, ვცდილობ რომ ვეხუმრო, ვცდილობ რომ კარხასიათზე ვამყოფო, მაგრამ ეს არ არის ჩემი სურვილის წინააღმდეგ, ამის თქმა მინდა. ანუ ეს როლი არის უმცროსი მეგობრის ჩემი მხრიდან. მეგობრის შეიძლება იყოს, რა ვიცი, შვილისაც, მაგრამ შვილის არა, შვილს ვერასოდეს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ შვილის როლი ცოტა სხვა რამეა. აქ უფრო მეგობრობაა და ძალიან ცოტა დოზით შემომეპარება ხოლმე სიბრალული. ოღონდ რატო არ ვიცი, ეთყვა მეც დავბერდი. ხუმრობ, რა თქმა უნდა, დავბერებასთან შეიძლება არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ეს ემპათია მაქვს ხოლმე, ისა რა ქვია, ეხლა უკვე, როცა ვხედავ, რომ ადამიანებმა დიდი ნაწილი ცხოვრების უკან მოიტოვეს, კარგი მოგონებები აქვთ, უბრალოდ ეხლა იმდენად უფუნქციოდ გრძნობენ თავს და იმდენად ვეღარ ტკბებიან ცხოვრებით, რომ რატომღაც ეს ძალიან მადარდებს, ძალიან მეხება და სულ მაქვს იმის განცდა, რომ კიდევ ერთხელ მიიძლიერდება, რომ ცხოვრებაში მთავარია რეალიზებული იყო მუდმივად ნებისმიერ ასაკში, აკეთებდე რაღაცას, ის რაც სიამოვნებას განიჭებს და აი ტყუილად დაკარგულ დროთ მიმაჩნია არაფრისთვის გარჯა. ანუ მხოლოდ შოპინგი მთელი ცხოვრება, მხოლოდ რესტორანში სიარული მთელი ცხოვრება. აი შეხვედრა მარტო შეხვედრისთვის, ცოტა სიღრმეები რო აკლია, აი აქ დავასრულებ. აქაური მოხუცების უმეტესობა ან ისე დაბერდა, რომ სიღრმეში არასოდეს ჩასულა რაღაცის, იმიტომ რომ ზედაპირული ცხოვრება უფრო უმარტივდებოდათ და არის შეიძლება უფრო მარტივი, ნაკლები ვალდებულებები გაქვს.
და შესაბამისად მოხუცებულობაში არიან ძალიან ისეთი სიმარტოვეში და მარტოობის და დეპრესიული ფონი აქვთ ძალიან უმეტესობას. როგორი შეძლებულიც და მდიდარიც არ უნდა იყოს, უმეტესი მათგანი არის მარტო და ძალიან უფუნქციოდ გრძნობს თავს. მარტო იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხულობენ, მიუხედავად იმისა, რომ კინოში ცდადიან, ამ ყველაფერს რატო აკეთებენ? ეს ძალიან მტკენს გულშოცა ვაცნობიერებ ხოლმე, როცა გავაცნობიერე მეტკინა. უბრალოდ იმიტომ, რომ იციან, რომ რაღაცა უნდა აკეთონ იმისთვის, რომ არ დაკარგონ მობილობა და არ დაკარგონ რა ვიცი, ელემენტარული რაღაცა საღგონებაზე იყვნენ. უსწავლიათ და გაუგიათ, რომ თუ წიგნებს კითხულობ, დემენშა ნაკლებად სწრაფად ვითარდება და ასე შემდეგ. ანუ ისევ იმიტომ რომ უნდა გააკეთო და არა იმიტომ რომ ქსიამოვნებს. ასე რომ ეს იყო მოკლედ ჩემი როლების შესახებ, აქაური როლების შესახებ. მე კიდე გავიხსენებ არა, მე კიდე ალბათ სხვანაირად დავაჯგუფებ სხვა როლებს, მაგრამ სამსახურთან დაკავშირებული როლები, აი ეს 3 როლი იყო ალბათ ან შეიძლება 4 როლი, რომელიც მომირგია და ამ ტყავებიდან, ამ გარდასახვებიდან თუ ამ ემოციებიდან გამომდინარე უკვე შემიძლია ვისაუბრო, ვინ სად შეიძლება როგორ გრძნობდეს თავს და რა აღმოჩენები გაუკეთებია, ან სად სტკივა, სად ანერვიულებს. მოკლედ, დიდი მადლობა. თუ რამეში დაგეხმარებათ და რამეში დაგიკმაყოფილეთ თქვენი ინტერესი, ძალიან კარგი. ეს იმისთვის, რომ თუ თქვენი რომელიმე ოჯახის წევრი და ახლობელი არის აქეთ, მაგალითად და შეამჩნიეთ, რომ რაღაცა თლათ ისე არ არის, ან რაღაცა გაითვალისწინეთ, რომ რომელიღაცა როლში ყოფნა ძალიან უჭირს, ან თუ ძალიან აზიტირებული ადამიანი ძალიან მოსწონს, ესე იგი ძალიან მოსწონს და იმას აკეთებს, რაც მისია. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან ცოტა რამეა ალბათ ისეთი, რასაც ვაკეთებთ ახალი ჩამოსულები, რომ ჩვენია და ამისთვის ვართ მოწოდებულები. არა, მაგრამ მეტნაკლებად. აბა თქვენ იცით დროებით, შემდეგ საუბრებამდე, ნახვამდის.